გამარჯობა. ყველას შვიდობიანი საღამო რამდენადაც გამოგვივა, მაგრამ გამარჯვება პირველ რიგში, გამარჯვება. მე მივდივარ როგორც ყოველთვის აქციაზე. ცალკე არის საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან, ანუ კანალ რასიასთან აქცია, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეს ეხება იმ ტიპის დარბევებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 4 დღის განმავლობაში თბილისში და აჭარაშიც. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ როგორც საერთაშორისო სამართლის პროფესორი, როგორც საერთაშორისო სამართლის მცოდნე. საქმე იმაშია, რომ ეს დარბევები არ არის მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშსწორება, დევნა, შურისძიება, სპეცოპერაცია, უბრალოდ დანაშაული. ჩვენ შეიძლება გვინდოდეს, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვეულებრივი საპოლიციო ოპერაცია, მაგრამ ეს ტერმინები ყველაფერი გვინდა რომ გამოვიყენოთ აქ, საქმე ბევრად უფრო უარესადაა. ჩვენს წინაშეა შესაძლო დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. ჩვენ თუ შევხედავთ, შევისწავლით იმ მეთოდებს, რა მეთოდებითაც გაუსწორდნენ ხალხს ბოლო 4 ღამის განმავლობაში. გაგვისწორდნენ. ეს მეთოდები ახსნილია და მიღებულია საერთაშორისო სამართალში, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. არა რაიმე ჩვეულებრივი დევნა ან შურისძიება. ეს არის ფართო მასშტაბიანი, ხა გეტყვით განმარტებას, ფართო მასშტაბიანი სისტემური ანგარიშსწორება მოსახლეობის რომელიმე ჯგუფთან. ფართო მასშტაბიანი და სისტემური ანგარიშსწორება და ჩამოთვლილია მეთოდები. ის მეთოდები, რომელიც იყო გამოყენებული საქართველოში, მაგალითად გუშინ რაშიც მე თვითონაც მოვხვდი, ეს არის შვიდობიანი მომიტინგეების თავზე ათასობით ადამიანში გაზის კაფსულების ჩამოგდება, აფეთქება და ხალხის განწირვა ან დახშობისთვის, ან ჭყლეტვისთვის. ეს არის დევნა და ალყაში მოქცევა. ეს არის ალყაში მოქცევა და ცემა სასტიკად. ეს არის სასტიკად ჯგუფური ცემა. ეს არის გრძელვადიანი დევნა და აყვანა. ეს არის გატაცება. ხალხნო, ეს არაფერი არც ერთი წამით არ იფიქროთ, ეს საპოლიციო ოპერაცია არ არის. ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალს, ამ შემთხვევაში ჰააგას. ცნობილი დიქტატორები, მათ შორის სლობოდან მილოშევიჩი, სერბეთის, მათ შორის ბაშარ ალ-ასადი, სირიის, მათ შორის ომარ ალ-ბაშირი, სუდანის და ბევრი სხვა დიქტატორი, კადაფი, ჰუსეინი, მათ სწორად ბრალად ედებოდათ ამ ტიპის ანგარიშსწორება ხალხთან, შვიდობიან ხალხთან, შეუიარაღებელ ხალხთან. გუშინ სადაც მე ვიდექი, ჩვენ ვიყავით სრულიად შეუიარაღებელი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვიყავით მიტინგის მხარდასაჭერად და თავზე დაგვაყარეს გაზის კაფსულები. და მერე ხალხს 200 და 300 კაცს ხიდი და ქუჩა-ქუჩას დიეს და რესპუბლიკის მოედანთან დახვდნენ და ალყაში მოიმწყდიეს. ეს ყველაფერი არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. ეს ექვემდებარება გამოძიებას ჰააგაში. საქართველოში თუ არ გამოიძიებენ, გამოიცევა დაკავების ორდერი ჰააგიდან სწორედ ისე, როგორც გამოცემულია პუტინის მიმართ, უკვე, აი სწორედ ისე. და ამის მიხედვით რამდენიმე ადამიანის მიმართ მოხდება მათი გასამართლება. ეხლა მე თქვენ გეტყვით. გზედა დონე, პოლიტიკური დონე, საშუალო დონე, ასევე პოლკოვნიკები, გენერლები, სირაძე, ხარება, ხელმძღვანელები, ეს არის იგივე რანგი, ხალხი, რომელიც ხელმძღვანელობს, გეგმავს, ხელმძღვანელობს, ასრულებს ამ ოპერაციებს, ექვემდებარება პასუხისმგებლობას. ნებისმიერ სიტუაციაში არ დაგვავისდეს ახლა ვიღაცა კოცების პროპაგანდას პასუხობ. არ დაგვავიწყდეს ნებისმიერ ვითარებაში თავრობა ვალდებულია დაიცვას პრინციპები. ამ პრინციპებში შედის
პასუხის თანაზომიერება. რა რისკიც არის, პასუხი უნდა იყოს იმისი. და ამ ქარის ასევე ის რომ შესაბამისად აქ არ შეიძლება იყოს ანგარიშგასწორება და დევნა, ალყაში აყვანა, დაკავება, ცემა, ეს ყველაფერი. ეხლა რა უნდა ვქნათ? პირველი, მტკიცებულებები უნდა შევაგროვოთ. ყველამ, თუ თქვენ ეს მოგივიდათ, ხალხო, თუ თქვენ იყავით ამის მსხვერპლი, ეს არის სერიოზული რაღაცა და ძალიან სერიოზულია. თქვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია იცით ამის შესახებ. ესენი უნდა შეგროვდეს. გარდა ამისა, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები და გამომძიებლები და უნდა ჩაერთოს ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები და ექსპერტები, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ და რომელთა ექსპერტულ მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით მე მოვიხმობ. დღესდღეობით ის რაც მე მესმის, ტელეფონების წართმევა, სამკაულების წართმევა, მეტროში ჩაყოლა, ეს ყველაფერი ზუსტად ასე იყო რუსეთში და ასე იყო ბელორუსიაში. ეს ყველაფერი არის ნიშანი რა სივრცეში ვართ ჩვენ აღმოჩენილი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, პირველი, იყავით ფრთხილად. მაქსიმალურად გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ჩვენ ძალიან მზაკვარ და ბოროტ ძალას ვებრძვით. მაგრამ გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ამას დაერქვას თავისი სახელი. ამას კავშირი პოლიციასთან არ აქვს, იმიტომ ვდგავარ ამ მანქანასთან. ეს არის კონკრეტული საერთაშორისო დანაშაული, რომელიც იყო ჩადენილი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დროებით ღმერთმა გაგამარჯვებინა.